სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ დღეს სამოციქულო წავიკითხეთ, ესე იგი კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე არის და აქ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ესე იგი ადამიანი საკუთარ თავს კი არ უნდა აფასებდეს თავისი შეხედულებისამებრ. არამედ ადამიანი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ღმერთი როგორ შეაფასებს ჩემს ცხოვრებას საბოლოო ჯამში. ეს არის, აი ნახეთ როგორ ახლა ჩვენ ხშირად არის რომ ჩვენ საკუთარ თავს შევაფასებთ, სხვა ადამიანს შევაფასებთ, ასეთია, ისეთია ვამბობთ, ის იმას ჯობია, ის იმაზე ნაკლებია, სულიერად თუ ხორციელად თუ ასე შემდეგ. ჩვენ ვიღაცას ჯობი ვარ, ჩვენ ვიღაც ჯობია და ასე შემდეგ. ეს შეფასებები არის, მაგრამ ეს მაინც სუბიექტურია საბოლოო ჯამში. აი ნახეთ, მოციქული პავლე ამბობს, რომ არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ. არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ცოდებს არ გამოიკვლევს ადამიანი და არ ნანობს. არამედ საკუთარ თავს არ უკეთებს შეფასებას. აი გახსოვთ, ერთხელ პატრიარქმა თქვა ქადაგებაში, ადამიანსო სამი სახე აქვსო. ერთი ისო, რაც თვითონ გონია, როგორიც თვითონ გონია რომ არის. აი შეხედულება ჩვენი საკუთარ თავზე. მეორე არისო, სხვა ადამიანის, აი გვერდით დგომი ადამიანის შეხედულება ჩვენზე. ის ასე ფიქრობს და ეს ორი შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. მე სხვა წარმოდგენა მქონდეს ჩემს თავზე, სხვა წარმოდგენა მქონდეს ჩემს თავზე. მე შეიძლება სხვა წარმოდგენა მქონდეს სხვა ადამიანზე, მას სხვაგვარი მქონდეს თავის თავზე. ეს ორი სახე. და მესამე არისო ის, რაც სინამდვილეშია. ანუ როგორათაც ღმერთი უყურებს, რომ ადამიანი არის ასეთი. და რაც უფრო ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე ახლოს იქნება რეალობასთან, ანუ ღმერთი როგორათაც ჩვენ გვხედავს, მით უფრო არის ადამიანი თავმდაბალი. მით უფრო რეალურად აღიქონს, მით უფრო ნაკლებად არის ხიბლში, იმიტომ რომ ხიბლი არის ცდუნება. ადამიანი ცდუნდება და გონია რომ ასეთია, ან ისეთია, სინამდვილეში ასეთი შეიძლება სულაც არ არის. და მე ჩემს თავსაც არ განვიკითხავ, ანუ არ ვაფასებ, რამე თუ არარაი თავსა ჩემსა შემიცნობიეს. არამედ არა თუ ამით განმართლდები, ანუ ამით კი არ გამართლდები, მე როგორი მგონია ჩემი თავი. ხოლო გამკითხველი ჩემი უფალი არსო. ღმერთია თითოეული ჩვენთაგან ის გამკითხველი, რადგან ღმერთი გვიცნობს ჩვენ დედის მუცლიდან და იმაზე უწინ. ღმერთმა იცის ჩვენი თითოეულის გულის უმცირესი მოძრაობაც კი, თითოეული უმცირესი სურვილი თუ ზრახვა თუ ჩანაფიქრი. ყველაფერი ღმერთმა იცის. ღმერთმა იცის, ვინ რა პირობებში გავიზარდეთ, ვის რა мотивация გვაქვს ამა თუ იმ საქმის საკეთებლად. ისე რომ ზოგჯერ ჩვენ და არა თუ იშვიათად სხვა ადამიანს როდესაც განვიკითხავთ, ჩვენი შეფასება ძალიან არასწორია, ძალიან მცდარია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით იმ ადამიანის იმ საქციელის უკან რა დგას, რა მიიყვანა ის ადამიანი ამა თუ იმ ქმედებამდე, ამა თუ იმ სიტყვამდე, ამა თუ იმ ფიქრამდე რომ მიიყვანა, ჩვენ ეს არ ვიცით. ამიტომაც არ გვაქვს ჩვენ ერთმანეთის განკითხვის უფლება. მეორე კიდე იმიტომ არ გვაქვს განკითხვის უფლება ერთმანეთისა, რომ ქრისტე, რომელიც ჯარს ეცვა იმ კონკრეტული ადამიანისთვის, რომელსაც ჩვენ განვიკითხავთ, ჩვენ რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ ის ასეთი არ ყოფილიყო. შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენ არც არაფერი არ გავაკეთეთ განკითხვის გარდა. ამიტომაც უსაფუძვლოა ჩვენ მისთვის არაფერი არ გავუკეთებია, რომ ის უკეთესი ყოფილიყო. შემდეგ იმიტომ, რომ ერთადერთი გამკითხველი უფალია და ჩვენ როდესაც სხვა ადამიანს განვიკითხავთ, მის უფლებას ვიტაცებთ. მე კიდე არ ვიცით ის რა პირობებში გაიზარდა,
შეიძლება ორი ადამიანი სხვადასხვა პირობებში გაიზარდოს, ერთს უფრო მეტად მიეტევოს ესა თუ ის ცოდვა, მეორეს უფრო ნაკლებად. არც ის ვიცით იმ ადამიანის ცხოვრების დასასრული როგორი იქნება. ჩვენ შეიძლება ამა თუ იმ ცოდვის გამო ადამიანს განვიკითხავდეთ, ის იმ ცოდვის გამო ნანობდეს და გადარჩეს და ჩვენ კიდე წარწმუნდით იმის გამო, რომ ამ ადამიანს განვიკითხავთ. საბოლოო ჯამში შეიძლება ესე მოხდეს. იუდა, რომელიც სასწაულებს აღასრულებდა, დაიღუპა სული. ავაზაკი, რომელიც მთელი ცხოვრება ავაზაკობდა, მან სული იცხონა თავისი სინანულით და ღვთის მადლით. ეხლა მაგალითად აი მათი ცხოვრების შუა წელში რომ ვიღაცას ენახა ავაზაკიც და იუდაც, ხო იტყოდა რომ აჰა ამას რა აცხონებს, ახლა რა დღეშია და ის მეორე კიდევ სასწაულებს აღასრულებს, ღვთისმიერად ცხოვრობს, იტყვის რომ აი ეს ცხონდებოდა და ის არასწორ დასკვნას გამოიტანდა. ამიტომ ერთმანეთის შეფასებისგან თავი უნდა შევიკავოთ და ასევე საკუთარი თავის შეფასებისგანაც თავი უნდა შევიკავოთ და ნახეთ რას ამბობს. ამისთვის ნუ წინასწარ ჟამს არას განიკითხავთ. წინასწარ ნურაფერს ნუ განში, ნურაფერს ნუ შეაფასეთ. რის უწინ, რის წინასწარ. იმ დღის, იმ საშინელი სამსჯავროს უწინ ნურაფერს ნუ შეაფასეთ. რომელიც სამსჯავროს თითოეულ ჩვენთაგანს ელოდება. ამისთვის ნუ წინასწარ ჟამს არას განიკითხავთ, ვიდრე მის მოვიდეს უფალი, ანუ სანამ უფალი მეორედ მოვა, იქამდე ნურაფერს ნუ განში. რომელმანცა განანათლნეს დაფარულნი იგი ბნელისაი და განაცხადნეს რახვანი იგი გულთანი. ანუ რაც დღეს დაფარულია სიბნელით. სიბნელით რას გულისხმობ? აი, მე კი არ გულისხმობ მოციქული პავლე. რას იგულისხმება, რომ დღეს რაც არ ჩანს ჩვენი დაფარული საქმეები და სიბნელით არის მოცული, ამ ყველაფერს უფალი ნათელს მოჰფენს. არ დაიფარება არაფერი. როგორც სახარება ამბობს, არ არის დაფარული, რომელი არა განცხადდეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოსო. და განაცხადნეს რახვანი იგი გულთანი. თითოეული ადამიანის გულის რახვა გაცხადდება. და თუ რომელიმე ადამიანს ესე იგი შერწყვება იმისა, რაც შეიძლება რომ გამოცხადდეს, მისი საქმე იქნება თუ მისი გულის ფიქრი თუ ზრახვა, მაშინ აქვე უნდა შეინანოს და თუ აქ შეინანებს, იქ მიტევებული იქნება, როგორც ასევე უფალი გვეუბნება ჩვენ. და მაშინ, როდესაც გამოცხადდება, მაშინ თითოეული ადამიანის გულის ზრახვა ზოგისა კარგი იქნება, ზოგისა ცუდი იქნება. და მაშინ ქება იყოს კაცად კაცად ისაი ღმრთისა მიერ. ანუ მაშინ თითოეული ადამიანის ქება, ვინც საქებია თავისთავად ცხადი, იქნება არა ადამიანის მიერ, არამედ ღვთის მიერ. და ის ქება უკვე ადამიანს აცხონებს. ეს მაცხონებელი ქება. აქ როდესაც ჩვენ ადამიანები ერთმანეთს ვაქებთ, ეს ცოტა საშიშროებას შეიცავს, რბილად რო ვთქვათ. და თუ ცოტა უფრო მკაცრად ვიტყვით, როგორც წმინდა იოანესინელი ამბობს, პირში მაქებარი კაციო, ეშმაკის მოციქულიაო. და თვითონ ხსნის რატოა ეშმაკის მოციქული. იმიტომ რომ ესე იგი ღმერთი ადამიანს დაუფარავს, ადამიანის სულიერ თვალთაგან დაფარავს მის მიერ აღსრულებულ სიკეთეებს, რათა ადამიანმა სიმდაბლე შეინარჩუნოს და არ გაამართლეს, არ გაამპარტამდეს, პატივმოყვარებამ არ შეიპყროს და პირში მაქებარი კაცი აი ესე გადმოუშლის წინ ამის ჩამდენ ადამიანს, აი შენ ეს გაგიკეთებია ყოჩახ, როგორი მაგარი ხარ, შენაირად ვერ აკეთებს და ასე შემდეგ და ეშმაკის მოციქულია, იმიტომ რომ ფეხს დაუდებს ის სიკეთისკენ მიმავალ კაცს და ადამიანი შეიძლება გაამაყდეს. და თუ ადამიანი ამა თუ იმ საქმის გამო გაამაყდა, მას აუცილებლად დაცემა ელოდება წინ. ესეც სახარებისეული სიტყვებია, რომ ამპარტავანთა შემოსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. თუ ადამიანი გაამაყდება ნებისმიერი საქმის გამო, გინდა დიდი გააკეთოს, გინდა პატარა, იმას დაცემა ელოდება. რატო დაცემა? იმიტომ რომ ის კვლავ სიმდაბლის მდგომარეობაში დაბრუნდეს. იმიტომ რომ სიმდაბლეა მაცხონებელი და არათუ ესა თუ ის საქმე, ნებისმიერი საქმე.
არამედ სიმდაბლეა მაცხონებელი და თუ ეს მდგომარეობა დაკარგა ადამიანმა, მე ღმერთი ცდილობს, რომ რაღაცნაირად ისო დააბრუნოს. განადაცემაა კარგი, მაგრამ ამ დაცემით უფრო დიდი დაცემისაგან რო იხსნას ადამიანი, იმიტომაც ესე ხდება. წმინდა მამამისაცი ამბობენ, ესე იგი დაცემასო წინ ამპარტავნება უსწრებს. არ ვიცი, ალბათ მე მქონია ესეთი შემთხვევები, რომ რაღაცის გამო თავი მაღლა ამიწევია და რის გამოც თავი მაღლა ამიწევია, მაშინვე რაღაცა განსაცდელი მოსულა და მივხვდა რომ ეს თურმე ესე ნამდვილად არ არის. ალბათ ჩვენც მქონია, აი თითოეული ჩვენთაგანი დავაკვირდეთ, სადღაც თუ წაბორძიკება მოხდარა თუ დაცემა მოხდარა, იმას წინ რა უძღოდა, ჩვენი რა ფიქრები უძღოდა. და მივხვდებით, რომ იმ დაცემის საფუძველი ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი პატივმოყვარეობა, თქედმაღლობა, აი ესეთი განწყობა. ამიტომაც აი ერთმანეთის ქებისაგან თავი უნდა შევიკავოთ და თუ დაუშვათ ადამიანი ხედავ, რომ ვიღაცა წაქცეულია და მას როგორც წამალი ისე ჭირდება ქება, მაშინ კი ბატონო, რომ წამოაყენო ამისთვის ადამიანს ყურები რო აქვს ჩამოყრილი და რო ფიქრობს, რომ არაფერი არ გამოსდის, ვერაფერს ვერ აკეთებს. კი ბატონო, იმას ცოტა ფეხზე წამოყენებაში ჭირდება დახმარება, მაგრამ ადამიანს თუ ატყობ, რომ ისედაც ესეთი აზრები მოსდის, რომ ყველაზე კარგია და რა კარგად აკეთებს, იმას კიდე თუ შეაქებ, მართლაც ეშმაკის საქმეს გააკეთებ. იმიტომ რომ ამ ადამიანში კიდე უფრო მეტად გააღვიებ ამ პატივმოყვარეობას და ამის დასასრული კიდე არის აპარტავნება და დაღუპვა. ამიტომაც აი ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭოს ძალა, რომ არც ხები არ განვიკითხოთ, არც საკუთარი თავი არ შევაფასოთ. კი ბატონო, საკუთარი ცოდები ვიტიროთ, მაგრამ არ შევაფასოთ, მე ასეთი ვარ, მე ისეთი ვარ, მე ამ მდგომარეობაში ვარ, მე იმას ჯობი ვარ თუ სხვა. იმიტომ რომ ამ ყველაფერს უფალი თავის დროზე გამოაცხადებს. ამ ყველა სიბნელეს ნათელს მოჰფენს, ყველა ფარდა ჩამოიხსნება, ყველა გულის ზრახა და ფიქრი გაცხადდება და მაშინ თითოეული ადამიანის ქება იქნება არა კაცთა მიერ, რაც ფუჭია და ამაო, არამედ ღვთისა მიერ, რაც არის მაცხოვნებელი და მარადიული სიკეთის მომტანი. ღმერთმა დალოცული და გახარებულები გავხდით. ჩვენთან არის ღმერთი.